გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელის სიახლეებით. ყვარაცხელიას ისტორიული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. PSG-ს მეტოქე და ხვიჩას განცხადება. ჩაკვეტაძე პრემიერ ლიგას უახლოვდება. დიდი იმედგაცრუება თუ ადაპტაციის პრობლემა. რა ხდება ზივზივაძის თავს? ვიდეოს დაწყებამდე კი მაქვს ტრადიციული თხოვნა. დამიფასე ჯრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. მადლობა მეგობარო თუ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. დიდი იმედგაცრუება თუ ადაპტაციის პრობლემა. რა ხდება ბუდუ ზივზივაძის თავს? ცნობილი გერმანული გამოცემა Heidenheimისა და ბუდუ ზივზივაძის შესახებ წერს. გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ კლუბის გეგმაზე, რომელიც ბუდუს ტრანსფერს ემყარებოდა, თუმცა მათი გეგმა ჯერჯერობით ვერ მუშაობს და გუნდს ბუნდესლიგიდან გავარდნა იმუქრება. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. Heidenheimსაც და ფრანკ შმიდტსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბუდუ ზივზივაძის შეძენა მათთვის კვანძის გამხსნელი მომენტი იქნებოდა. გუნდს გამტანი ცენტრ ფორვარდი სჭირდებოდა, რომელიც მათ მდგომარეობას სასიკეთოდ შეცვლიდა, თუმცა ჯერჯერობით ქართველ ფორვარდს უგოლო სერი აქვს. ის ბუნდესლიგაში თავის სადებიუტო გოლს ჯერაც ელოდება. Heidenheim ჯერაც გასავარ ზონაშია და გუნდის სიტუაციის გამოწორებას ვერ ახერხებს. ასევე რთულ მდგომარეობაშია ზივზივაძის ყოფილი გუნდი კალსრუე, რომელიც თავისი მთავარი ფორვარდის გარეშე დარჩენის შემდეგ სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაქვეითდა. ასევე აღსანიშნავია, რომ კალსრუეს კაპიტანმა მარვინ ვინეცკიმ Sky-სთან საუბრისას ქართველი ფეხბურთელის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას იმედი ჰქონდა, რომ ბუდუს ნებისმიერ ფასად შევინარჩუნებდით. მისი გაყიდვით კლუბმა ბუნდესლიგაში დაწინაურების შანსი გაუშვა ხელიდან. სეზონის პირველი ნახევარი მეორე ადგილზე დავასრულეთ. ბუდუს წასვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. განაცხადა კალსრუეს კაპიტანმა. რამდენიმე კვირაში ზივზივაძე 31 წლის ხდება და ქართველს ალბათ ბუნდესლიგაში თამაშის მეტი შანსი არ ექნებოდა. გადაწყვეტილების მიზეზი სავარაუდოდ ეს არის. მით უმეტეს, რომ Heidenheim-მა მას 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ეს ვეტერანი ფორვარდისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო, რომელიც კალსრუემ 2 მილიონ ევროთ გაყიდა. გამოცდილი ფორვარდი Heidenheim-ისთვის განიხილებოდა როგორც დაუყოვნებლივი დახმარება. მისი სისხლიანობა ფიზიკური ძალა შეტევაში, რომელიც პირველ წრეში გუნდს ძალიან აკლდა. ჯერჯერობით ამ გეგმამ არ გაამართლა და გუნდს დაქვეითება ემუქრება. ამიტომ დროა უკვე ზივზივაძემ დასაწყისში ნახსენები კვანძი გახსნას. წერს გერმანული გამოცემა. როგორც ჩანს, ბუდუს ბუნდესლიგაში ადაპტაციის პრობლემა აქვს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა დროებითია, რადგან მას არაერთხელ დაუნტკიცებია თავისი კლასი. ჩვენ კი კომენტარებში დავწეროთ #წინბუდუ და ერთად გავამხნევოთ ქართველი ფეხბურთელი. საქმეში ევერტონი ერთვება. ჩაკვეტაძე ზაფხულში მიდის. გიორგი ჩაკვეტაძის შესანარჩუნებლად ვოტფორდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უდიდესი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდება. ცნობილი გამოცემა Football League World-ის ცნობით 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატების სერიოზულ სურვილს ევერტონი გამოთქვამს და ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს კვირაში დაიწყება. ჩაკვეტაძემ, რომელსაც ამჟამიდელ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე ჩემპიონშიპში გამართულ 34 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. თუმცა მიუხედავად არც თუ ნაყოფიერი სტატისტიკისა, ის ვოტფორდის წამყვანი ფეხბურთელია და მისი დაკარგვა გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება. დევიდ მოიესი, რომელიც ევერტონის სპორტს ახლახანს დაუბრუნდა, მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს. ნახევარდაცვაში კი სწორედ ისეთი კრეატიული ფეხბურთელი სჭირდება, როგორიც გიორგია. რაც შეეხება გიორგის სატრანსფერო ფასს, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება ამჟამიდელთან შედარებით უფრო იაფი ყოფილიყო, მაგრამ სექტემბერში ვოტფორდმა მასთან ახალი 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც სამომავლო ინვესტიციას ჩაუყარა საფუძველი. ქართველი ნახევარმცველის თაობაზე მისი ამჟამიდელი მთავარი მწვრთნელი საკმაოდ მაღალი წარმოდგენისაა. ტომ კლევერლი თვლის, რომ გიორგი არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ საქმეს შუმად უსიტყვოდ ასრულებს, რის გამოც ის ახალგაზრდებისთვის მისაბაძია და იმედს გამოთქვამს, რომ ვოტფორდის განუყოფელი ნაწილი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება. ცნობისათვის ინგლისური გამოცემის ცნობით, ევერტონის წარმომადგენლები კვირას ვოტფორდი ლუთონის მატჩში აპირებენ დასწრებას, რომლის დასრულების შემდეგაც ჩაკვეტაძის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების პირველ ეტაპს გამართავენ. ამიტომ შესაძლოა ჩაკვეტაძის მომავალი კლუბი ძალიან მალე გახდეს ცნობილი. ყვარაცხელიას ისტორიული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე. ქართველი ფეხბურთელის განცხადება და ფრანგული მედია ქართული დერბის მოლოდინში. როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. კერძოდ პარიზელებმა ბრესტი 7-0 გაანადგურეს, სადაც ხვიჩამ როგორც გოლის გატანა, ასევე ასისტის შესრულებაც შეძლო. ეს ყველაფერი კი ისტორიულია, რადგან ყვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გოლის გატანა შეძლო. შეხვედრის შემდეგ კი PSG-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ თავისი აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა, რომ ხვიჩა მაღალი დონის ფეხბურთელია და ამაში ეჭვი არასოდეს ეპარებოდა. ხვიჩას კი ჯერ კიდევ არ გაუვლია გუნდთან სრული ადაპტაცია, მაგრამ ის ნელ-ნელა თავის თავს ავლენს და მასთან ერთად პარიზული კლუბი შეუჩერებელი გახდება. აღსანიშნავია, რომ ფრანგულ მედიაში ხვიჩამ საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა და მასზე მრავალი გამოცემა წერს. მაგალითად, პარის თიმი ხვიჩას თამაშს 8
გული დაფასებს და ქართველზე შემდეგ კომენტარს აკეთებს. მარჯვენა მხარეს განწესებულ ქართველს ჯერ კიდევ აკლია შეთამაშება თავის პარტნიორებთან, მაგრამ ბურთის მიღებისას ყოველ ჯერზე თავის დონეს გვაჩვენებდა. გოლის გატანა არც თუ ისე ხელსაყრელი პოზიციიდან შეძლო. შემდეგ კი მაილუსთან გადამწყვეტი პასით გამოირჩა. წერს პარის თიმი. ასევე ეკიპი ხვიჩას თამაშს 6 გოლით აფასებს. თამაში მარჯვნიდან დაიწყო, თუმცა პოზიციებს მუდმივად ცვლიდა. მას ჰქონდა როგორც პოზიტიური ეპიზოდები, ისე ნეგატიურიც, მაგრამ გუნდთან შერწყმას ყველანაირად ცდილობდა. ბოლომდე შეთამაშებული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ პროგრესი ნამდვილად იგრძნობა. წერს ეკიპი. რაც შეეხება ფლეშ სკორს, მათ ხვიჩას თამაში 9 გოლით შეაფასეს. ამ საღამოს გოლი 7 მოთამაშემ გაიტანა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე გვინდა ხაზგასმა. ეს კი PSG-ს ახალი 7-იანი ხვიჩა კვარაცხელია. მან შეუცვლელად ითამაშა და ამით საკმაოდ კარგად ისარგებლა. ის მთელი თამაშის განმავლობაში ბრწყინავდა. კვარაცხელია მოედანზე ყველაზე მეტი მომენტი შექმნა, ჰქონდა ყველაზე მეტი დრიბლინგი და მოიგო ყველაზე მეტი დუელი. ეს მატჩი ნამდვილად შევა მის კარიერაში როგორც ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენი ვერსიით კი ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო. მაგრამ მიუხედავად ხვიჩას ასეთი მაგარი თამაშისა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ვიტინია დაასახელეს, რასაც PSG-ს ქომაგების პროტესტიც მოჰყვა. კერძოდ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის კომენტარები იწერება. ხვიჩა MVP არ გახდა? ვიტინიას გადასცეს ეს ჯილდო და ვერ ხვდები რატომ. სად არიან ახლა კვარაცხელიას კრიტიკოსები? აი ასეა, ხვიჩა დაფრინავს და ისინი ჩუმდებიან. შოქში ვარ, ხვიჩას როგორ აკადრეს, რომ მატჩი საუკეთესო მოთამაშედ არ დასახელდა. სხვა თამაშს უყურეს? ხვიჩამ თუ ასე გააგრძელა, მისი გარჩერება ურთულესი იქნება. ის მალე ლიდერად იქცევა. წერენ PSG-ს ქომაგები. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია თავის თანაგუნდელებთან უკვე ძალიან დამეგობრდა და ისინი ქართულადაც აალაპარაკა. მაგალითად, ხვიჩას Instagram პოსტზე უსმან დემბელეს შემდეგ კომენტარს წერს: კარგად შემოძმაო, რაზეც ხვიჩა ხუმრობით პასუხობს, სასწაული ხარ შემოძმაო. კვარაცხელიამ კი მორიგი აღიარება მოიპოვა და ის რამდენიმე გამოცემამ სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა კვარაცხელია სიმბოლურში რამდენიმე გავლენიანმა სააგენტომ შეიყვანა. მათ შორის არიან ჰუსკორდი და სოფასკოური. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ჩატარდა, საიდანაც გაირკვა, რომ პარიზული კლუბი ლივერპულს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ მერსესაიდული კლუბი ძალიან მაგარ ფორმაშია და მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს. მაგრამ ხვიჩასთვის მერსესაიდული კლუბის წინააღმდეგ თამაში ახალი არ არის და ყველას კარგად გვახსოვს ხვიჩას მიერ გაწამებული მცველები. ამიტომ ამ ლეგენდარულ დაპირისპირებას ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ მანამ სანამ გაირკვეოდა თუ ვის შეხვდებოდა პარიზული კლუბი, ამ თემასთან დაკავშირებით ხვიჩამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეხვდება, ვეცდებით ნებისმიერი წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვიყოთ. არც მათთვის იქნება ადვილი ჩვენთან დაპირისპირება. რასაკვირველია, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერი კარგად მიდის. დრო საჭიროა, როცა ქვეყანას იცვლი. ეს ადვილი არასდროსა, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და მე ძალიან ბევრს მუშაობ. განაცხადა ხვიჩა. 23 თებერვალს კი ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრის მომსწრენი გავხდებით. კერძოდ მიქაუტაძის ლიონი კვარაცხელიას PSG-ს უმასპინძლებს. ქართულ დერბიზე კი ყურადღება ლიონის გულშემატკივართა გვერდმა, ოლიმპიკ ლიონმაც გაამახვილა, რომელმაც მიქაუტაძე კვარაცხელიას მოსალოდნელ დუელს შემდეგი სტატიით გამოიხმაურა. ლიგა 1-ის 23 ტურში PSG და ლიონი ერთმანეთს შეხვდება. ამ მატჩში საქართველო, რომლის ეროვნულ გუნდს აღმავლობის პერიოდი უდგას, ორი გამორჩეული მოთამაშით იქნება წარმოდგენილი: გიორგი მიქაუტაძითა და ხვიჩა კვარაცხელიათი. ლიგა 1-ში ყოფილა ბრაზილიური და აფრიკული დიასპორები. დღეს კი ქართველ ლეგიონერებსაც ვხედავთ იმ პატარა ქვეყნიდან, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა. კვირას, როდესაც ლიონისა და PSG-ს თამაში დაიწყება, შეიძლება მთელი საქართველო 90 წუთით გაშეშდეს. თბილისში მთელი ყურადღება მიქაუტაძისა და კვარაცხელიას დაპირისპირებისადმი იქნება მიპყრობილი, ორი განსხვავებული მახასიათებლების მქონე შემტევებისადმი. Euro 2024-ზე ნაკრების ისტორიულმა გამოსვლამ ფეხბურთელები ნამდვილ გმირებად აქცია სამშობლოში, რომელიც 4 მილიონზე მეტ მოსახლეს ითვლის. ისინი სამაგალითონი არიან მომავალი თაობებისთვის, წერს ოლიმპიკ ლიონი. როგორც ვხედავ, წინ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება. ეს მატჩი კი კვირას 23 თებერვალს გაიმართება. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა. ხოლო ვინც ორ ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ბარსას ლეგენდები საქართველოში და ხვიჩა მბაპეს გვერდით. ვიდეოს კი საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. მაქამდე კი გეტყვით, რომ მაყურებელთა თითქმის 67%-ს არხი გამოწერილი არ აქვს. ამიტომ თხოვნაა გამოიწერო არხი და ერთად
გავითაროთ ქართულ YouTube-ში სპორტული მიმდინარეობა. ბარსას ლეგენდები საქართველოში ჩამოდიან. ლეგენდების სერიის პროექტმა, რომელიც ჩარჩან ბათუმში, ქართველ ვეტერან ფეხბურთელებსა და მილანის ინტერის ლეგენდებს შორის გამართული შთამბეჭდავი მატჩით დაიწყო, საქართველოში ფეხბურთის სიამონება ახალ დონეზე აიყვანა. ამიტომ მაშინვე ითქვა, რომ ასეთი მატჩები ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდებოდა. სპორტს ორიენტი კი მორიგ შეხვედრას აანონსებს. კერძოდ 16 მაისს თბილისში, დინამო არენაზე ფეხბურთის ქართველი ვეტერანი ვარსკვლავები ბარსას ლეგენდების გუნდ შეხვდება. ეს კი განსაკუთრებით სასიხარულო ინფორმაცია ბარსას ქართველი კომაგებისთვის, რადგან კატალონიური კლუბის ლეგენდების ხილვას ცოცხლად შეძლებთ. კვარაცხელია და კილიან მბაპე, სეზონის 8 უნაკლოათიანი. როგორც მოგეხსენება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში PSG-მ ბრესტს 7-0 მოუგო, რაშიც თავისი სოლიდური წვლილი კვარაცხელიამ შეიტანა. პრესტიჟულმა სტატისტიკურმა გამოცემა ჰუსკორდმა კი კვარაცხელია შეფასების სახით 10-დან 10 ქულა დაუწერა, რაც ხვიჩას ისტორიულ შედეგს აფიქსირებინებს. აღსანიშნავია, რომ ქართველის გარდა პლეი-ოფის მეორე რაუნდში უმაღლესი შეფასება კილიან მბაპემ მიიღო, რომელმაც მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ჰეტრიკის შესრულება შეძლო. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კი კვარაცხელია მერვე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეფასების სახით უნაკლოათიანი დაიმსახურა. თლიანი სია კი მსგავსად გამოიყურება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.